ეხლა ძალიან ნერვიულობ და მოგიყვებით რატო? აი რობოტი ტაქსები რო არის, რომელიც მხოლოდ არ ვნახე სან-ფრანცისკოში, ძღოლი რო არ არის და მარტო რო დადის ტაქსი და დანიშნულების ადგილას რომ იყავხარ, სწორედ იმ ტაქსიში უნდა ჩავჭდე და გაჩვენებთ შიგნით რა ხდება და როგორ დადის უმძღოლოდ მანქანა და საერთოდ რამელის რა თავგადასავალი იქნება. წავედით. მოვიდა ჩვენი ტაქსი, ნახეთ როგორია. აჩერებს თვითონ ჩდები მანქანაში. ცოტა ნერვიულობა არ ვიცი, სტატუსები არავინ არ არის. არავინ არ არის. ნახე როგორია. შეხედეთ არავინ არ არის. ძალიან მანქანაში ვზივართ. რატო ვაკეთებ? ნერვიულობ. Start ride უნდა დავაწვეთ? უნდა დავაჭირო? Start ride. Hello from Waymo. As we get going, just give us 1 minute to cover a few riding tips. This may feel futuristic, but the need to buckle up is the same as always. ეხლა ვიკეთებ. Your seatbelt fasten please. თუ მელაპარაკება გოგონა რა? With little ones. Yes, of course. წავიდა. მიდის. და ნელიც არ დავის, ხა ძალიან რო გითხრათ რომ დაბოდიალობს თქო არა, მშვენიერი სიჩქარე. სიჩქარეს არ ვითარებს. არავინ არ ზის და ისე. მოგეთ მივალთ დანიშნულების ადგილას აქ ყოფის წერს რამდენხანში და როგორ. ვაი. აი მართლა ვერ წარმოვიდგენდი სულ რამოდენიმე თვის კი არა, ალბათ რამოდენიმე კვირის წინაც რომ შეიძლებოდა ჩამჯერიყავი უმძღოლო ტაქსიში მე მგზავრობ მანქანით რომელიც თავისი დადის აი ეხლა კამერაც ნახავს როგორ დადის თავისით და რა ვიცი აი მართლა რომელი საუკუნეა უკვე და როგორ ვითარდება ეს ყველაფერი წარმოუდგენელია მგონია რომ Back to Future და ასე შემდეგ რო არის სერიები სხვადასხვა დროებში რო ხდება ზუსტად ესე მოვხვდი მეც და ეს ყველაფერი სან-ფრანცისკოშია მე მგონი მარტო აქ არის ჯერ როგორც ვიცი ნახოთ როგორ მივალ დანიშნულების ადგილამდე მოვედით დანიშნულების ადგილას და გითხრა რომ არც ტელეფონი დაგჭედო არც ჩანთა დაგჭედო არაფერია და აბა თქვენ იცითო ორჯერ გამოაღეთ კარიო და წავედი ძალიან მშვიდად ვიმგზავრე გადასარევი ყოფილა ეს მანქანა